თქვენს მაყურებელს მე კიდე აღვნიშნავ იმას, რომ ქოჩორესმა იკითხა დღეს უბრალოდ წარდგენილი და ჩემი ფავორიტია ნაკრებში და გულოცავ ამ პირველ გოლს, როგორც ყოველთვის არ გამიცრუა იმედები. ახლა შეეხება ჩემ გამოშვების საკითხს. მე ისეთ სამსახურში მუშაობდი, სადაც ეს ისტორია, რომ მე ჩემი 4 შვილით, ანუ ეს ისტორია, რომ მათთან ახლოს არ მივიდა და ძალიან მარტო გამომიშვეს, უცხო არ იყო და მოულოდნელი. იმიტომ რომ მე ვარ კანცელარიის თანამშრომელი, სადაც ვიყავი უпростоრად, სადაც დღეში თბილისის მერიაში ბოლო 1 წლის განმავლობაში წელიწად ნახევარი ვიყავი სამგორის სერვის ცენტრში, გამგეობის სერვის ცენტრში ვმუშაობდი. და მე ამდენი წლის განმავლობაში იმდენი გულგრილობა ვნახე მათი მხრიდან და იმდენი ესე ვთქვათ დაუნდობლობა ადამიანების, რომ ჩემი кейსი არ იყო ჩემთვის მოულოდნელი. გულგრილობა და დაუნდობლობა სხვა მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მომართავდნენ. ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში, სინამდვილეში და ეს ხალხი ფაქტობრივად არ ჩანს. მე სულ მინდოდა ამაზე ხაზი გამესვა, ანუ 4 შვილის დედა ვარ, ნამდვილად მქონდა რაღაცა სტაბილური შემოსავალი, რომელიც ფაქტიურად, ანუ ერთადერთი რაც ხდებოდა ამ ხელფასით ჩემს ცხოვრებაში, ვიჯექი იმ დღესვე ვიხდიდი გადასახადებს, კომუნალურებს, ბავშვების სპორტს და ასე შემდეგ. და ამ მეორე დღეს უკვე ხელფასიდან არც ერთი თეთრი არ ვრჩებოდა. მე მყავს ასევე სპეციალური საჭიროების მქონე შვილი. შშმპირი არ არის საბედნიეროდ, უბრალოდ აქვს აუტიზმის სპექტრი, მსუბუქი, თქვათ გამოხატული, თუმცა სჭირდება მას ინტენსიურად თერაპიები იმისთვის, რომ არ დამძიმდეს. მე არ ვარ ერთადერთი დედა, რომელიც არ აინტერესებთ, რამდენი შვილი ყავს და რა პრობლემები აქვს მათ შვილებს. ყველაზე ნიშანდობლივი დღეს მით უმეტეს ნაკრების თამაში დაემთხვა და ჩემთვის ის არის კიდე, რომ წლების წინ ჩემი უფროსი შვილები ორივე ფეხბურთელები არიან ბიჭები და მეორე გოლი გაიტანა ნაკრებმა მიქაუტაძემ, ამასაც ვიტყვი. შემოგაშველებთ ხოლმე შიგადაში. გვიხარია ეს ამბები. ნამდვილად. უფროსმა შვილმა ერთ-ერთ წელს, მოკლედ ახალ წელს მთხოვა ესეთი საჩუქარი, რომ კალაძის უიშვიათესი მაისური, რომელიც ეცვა ბოლო მილანის გულშემატკივარია და რომელიც ეცვა ბოლო მის თამაშზე და მილანს მოგეხსენებათ შავი წითელში ფორმა აცვია და ეს იყო თეთრი ფორმა, რომლის ძებნაშიც მოვიარეთ მთელი ქვეყანა ჩვეულებრივად და უნდოდა კალაძის ხელმოწერით და ვთხოვე მის თანაშემწეებს და მოაწერინეს ხელი. მე მაგალითად მის ადგილას ელემენტარულად დავინტერესდებოდი, რომ ვინ იყო ეს თანამშრომელი და ვინ იყო მისი შვილი, რომელსაც ესეთი იშვიათი მისი მაისური, რომელიც არც ისე ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, მივუტანეთ და ხელმოწერა ვთხოვეთ, ესე რომ ვთქვათ. ამ ყველაფრის შემდეგაც და ზოგადადაც, ანუ როგორც გითხარით, ჩემი ფრონტში მუშაობის შემდეგ მე დავწმუნდი, რომ ამ ადამიანების გულამდე არაფერი არ მიდის. ჩემი პროტესტი დაიწყო მათ მიმართ ზუსტად მას შემდეგ, რაც გავხდი, იქამდე მე სამხედრო განყოფილებაში მუშაობდი, თაწმინდის გამგეობის და რაც გავხდი ფრონტის თანამშრომელი, იმიტომ რომ რეალურად დავდექი, როგორი რეალობის წინაშე ვერც აგიხსნით. ჩემი შვილის ხელა ბავშვებს სჭირდებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა და შეიძლება რაღაც 20,000-იან დაფინანსებაზე დაეფინანსებინათ 2,000 ლარი პირობითად. შეიძლება 2,000-იან მედიკამენტებზე დაეფინანსებინათ 200 ლარი. და ანუ ამ უსამართლობას როცა ეჩეხები, თუ არ ხარ ძალიან, ესე რომ ვთქვათ, უემოციო ადამიანი და თუ გაქვს რაღაცა საკუთარ სინდისთან, ვერ იქნები მართალი თუ არ გაგიჩნდება პროტესტი, ხო ესეა? თუ არ ამოიღებ ხმას, თუ არ იტყვი, რომ ეს უსამართლობაა, ძალიან ბევრჯერ მითხოვია და ამირეკია, მითქვია, რომ გამოუვალ მდგომარეობაა და იქნებ გაითვალისწინოთ. ერთ-ერთი кейსი, რაც ახლა მახსენდება განსაკუთრებით, იყო
და გულზე ახლოს მომხვდა, თუმცა თითქმის ყველა кейსი გულზე ახლოს ხდებოდა. ეს იყო დიდებაშვილი, იყო ბიჭი ლეიკემით დაავადებული, ცნობილი ამბავია, სხვათა შორის მე ფონდები დაეხმარნენ ისევ და დაუფინანსდა და მისი პრობლემა ის იყო, რომ თბილისში არ ჰქონდა იურიდიული მისამართი. ესეც როგორი ბოლო 1 წლის განმავლობაში, ესეც როგორი სოციალური ჩაგვრა არის, ხო? ანუ იმის გამო, რომ 1 წელი და 2 წელი არ გაქვს იურიდიული მისამართი თბილისში, არ გაძლევენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობის დაფინანსებას. თითქოს ეს ამ ქალაქში რეგისტრაცია და უძრავი ქონების ქონა იქცა სიცოცხლის პრიორიტეტად. ჩემთვის ესე მოსჩანდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იყო აგრეთვე ქალები, რომლებიც ძუძუსკიბოთი არიან დაავადებულები, ხო? მათაც 2-3 წლის განმავლობაში რეგისტრაცია უნდა ქონდეთ თბილისში, თორე არ უფინანსებდებათ ჰერცეპტინი და პერჯეტა, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტია და 18,000-მდე ჯდება ერთი კურსი. ამ ყველაფერს რო უყურებ, ანუ ან გიჩნდება პროტესტის უნარი, პროტესტის შეგრძნება და ვერ გაჩერდები ჩუმად, ან ჩუმად ხარ და არ ვიცი, მე ეგოები და ჩუმად ხარ, იმიტომ რომ არ დაკარგო სამსახური. კი, ალბათ მაგიტომ. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ მესმის სრულიად გიგასთან გადავალ შემდეგ ანასთან, ლანასთან და ასე შემდეგ ყველას მინდა რომ აი თქვენი ბევრი დრო არ გასულა პრინციპში ეხლა ხანს ხდება ხო როცა გიშვებენ სამსახურებიდან და